მოგესალმებით. ძალიან გვიხარია, რომ ისევ ჩვენთან ერთად ხართ. დღეს ჩვენ ვიწყებთ მორიგ სიღრმისეულ განხილვას და იცით რა, ეს არის ის თემა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ჩვენგანს ეხება. ანუ მართლა არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის ხართ. კი, გეთანხმებით. ნამდვილად ყველას ეხება. ჩვენი დღევანდელი სესია, ესე იგი ეფუძნება სტენფორდის უნივერსიტეტის 2026 წლის ძალიან მასშტაბურ მასალებს. კონკრეტულად კი ხელოვნური ინტელექტისა და განათლების სამიტის მიგნებებს. და ჩვენი მთავარი მისია დღეს ერთგვარად მარტივია, მაგრამ თან ძალიან ამბიციურია. უნდა გავიგოთ, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი განათლების სისტემას რეალურად, არა? აი ზუსტად. და მინდა თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ თქვენც, ვინც ახლა გვისმენთ, კარგად აღიქვათ, ეს არ არის უბრალოდ მორიგი ახალი აპლიკაცია ან რაღაც პროგრამა. ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიულ გარდამტეხ მომენტზე. დღეს ჩვენ უნდა შევხედოთ სურათს ორივე მხრიდან. ერთის მხრივ განვიხილავთ ამ ტექნოლოგიის საოცარ პოტენციალს, რომ სწავლის პროცესი წარმოუდგენლად დააჩქაროს. მაგრამ მეორეს მხრივ. ხო, მეორეს მხრივ არ უნდა ავარიდოთ თვალი რეალურ რისკებსაც, განსაკუთრებით იმ რისკებს, რომლებიც ბავშვების კრეატიულობასა და, რაც მთავარია, მენტალურ ჯანმრთელობას უკავშირდება. ზუსტად ეგ არის მთავარი. ჩვენი მიზანია დავინახოთ არა მხოლოდ ის, თუ რა ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ჩნდება ყოველდღიურად, იმიტომ რომ მოდი პირდაპირ ვთქვათ, ამის დევნა თითქმის შეუძლებელია, ყოველდღე ახალი რაღაც გამოდის. კი, ფიზიკურად ვერ დაეწევი. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლისთვის, საზოგადოება ახლა ახალ წესებს წერს, ტექნოლოგიური ცვლილებები ხომ ყოველთვის იწვევდა შიშსაც და აღფრთოვანებასაც, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ითხოვს ძალიან ფრთხილ დაკვირვებას. ჩვენ უნდა გავიგოთ, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი უშუალოდ ადამიანის განვითარებაზე. კარგი, მოდით გავაანალიზოთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ იმით, თუ რა სისწრაფით შემოვარდა ეს ტექნოლოგია ჩვენს ცხოვრებაში. სამიტის კვლევების მიხედვით, ამერიკის სკოლებში, ანუ დაწყებითიდან დამამთავრებელი კლასების ჩათვლით, მოსწავლეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. პროცენტული მაჩვენებელი მართლა შოკის მომგვრეული იყო. ხო, წარმოიდგინეთ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხოლოდ ბოლო 1 კვირის განმავლობაში უკვე გამოიყენა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი რაიმე ფორმით. ეს ნამდვილად უპრეცედენტო სისწრაფეა, აი ტექნოლოგიების დანერგვის ისტორიაში მსგავსი ტემპი უბრალოდ არ ქონია. ზუსტად. და იმისთვის, რომ ეს მასშტაბი კარგად აღვიქვათ, მოდით ცოტა ხნით ისტორიას გადავხედოთ. ჩვენ ხომ ადრეც გვქონია დიდი საგანმანათლებლო ინოვაციები, მაგალითად, როცა საკლასო ოთახში პირველად შემოიტანეს დაფა და ცარცი. ეგ მართლაც რევოლუცია იყო თავის დროზე. კი, ამან მასობრივი სწავლება გახადა შესაძლებელი, რადგან მასწავლებელს უკვე შეეძლო ერთი რამ დაეწერა და მთელ კლასს დაენახა ერთდროულად. შემდეგ იყო კალკულატორი, ალბათ გახსოვთ, როგორი პანიკა მოჰყვა მის გამოჩენას. დიახ, მაშინ საყოველთაო შიში იყო, რომ ბავშვებს მათემატიკა დაავიწყდებოდათ და ელემენტარულ მიმატება გამოკლებას ვეღარ შეძლებდნენ დამოუკიდებლად. რეალურად კი რა მოხდა? კალკულატორმა უბრალოდ მექანიკური რუტინა მოხსნა და მასწავლებლებს საშუალება მისცა აქცენტი თეორიასა და მათემატიკურ დამტკიცებებზე გადაეტანათ. იგივე მოხდა ვიკიპედიის შემთხვევაშიც, არა? ზუსტად იგივე პატერნია. თავიდან ეგონათ, რომ კვლევის კულტურა განადგურდებოდა. მაგრამ საბოლოოდ ვიკიპედიამ უბრალოდ ფაქტების მშრალი დაზეპირება გახადა უსარგებლო. თუ ინფორმაცია ერთ წამში ხელმისაწვდომია, მთავარი ხდება არა მისი დამახსოვრება, არამედ ამ ინფორმაციის გაანალიზება. იცით რაც აქ ყველაზე მომაჯადოებელია? არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად განსხვავდება ყველა იმ ტექნოლოგიისგან, რაც ახლა ჩამოვთვალეთ. რატომ ფიქრობთ ასე? მოდით დავფიქრეთ. დაფა, კალკულატორი, ინტერნეტი. ეს ყველაფერი ადამიანს უმსუბუქებდა ან ფიზიკურ შრომას, ან კიდევ მეხსიერების ტვირთს. მაგრამ AI უკვე სხვა საფეხურზე გადადის. ის თავად იბარებს ფიქრის, ანუ უშუალოდ კოგნიტურ პროცესს. ანუ, გინდა თქვათ, რომ ის აღარ არის უბრალოდ საცავი, საიდანაც ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ. ზუსტად. ის უკვე თავად ასრულებს ანალიტიკურ სამუშაოს. თქვენ აღარ გიწევთ სხვადასხვა წყაროს შეჯერება და იქიდან დასკვნის გამოტანა. მანქანა ამას თქვენ მაგერად აკეთებს. და ეს რადიკალურად ცვლის თამაშის წესებს განათლებაში. გასაგებია.
თუ მანქანა შეუძლია ანალიზი, მაშინ რა უნარები დასჭირდებათ მოსწავლეებს მომავალში? აი სამიტის კვლევები აჩვენებს, რომ წინა პლანზე გადმოდის ისეთი წმინდა ადამიანური უნარები, როგორიცაა ინტერპერსონალური ურთიერთობები, რთული კომუნიკაცია, სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა და, რაც მთავარია, ღრმა კრიტიკული აზროვნება. იმიტომ რომ უნდა შეამოწმო მანქანის ნამუშევარი. რა თქმა უნდა, როცა მანქანა გამზადებულ ანალიზს გაძლევს, შენ უნდა გქონდეს უნარი შეაფასო, რამდენად სწორია ეს. ხო არ არის მიკერძოებული? ლოგიკურია. და როცა ასეთ მძლავრ და, მოდი ვთქვათ, უკონტროლო ინსტრუმენტზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია მივდივართ პოლიტიკასა და რეგულაციებთან. როგორ უნდა ვმართოთ ეს პროცესი ისე, რომ თან ინოვაცია არ მოუკლათ და თან ბავშვები დავიცვათ? ეგ ყველაზე რთული ბალანსია დღეს. კი, ასეა. კვლევებში კალიფორნიის შტატის გამოცდილებაზეა საუბარი, სადაც მუდმივად ცდილობენ ამ ბალანსის პოვნას. სხვათა შორის, ერთი ძალიან საინტერესო ისტორიული ფაქტი ამოვიკითხე ამ მასალებში. იცოდით, რომ სილიკონის ველის ასეთი უპრეცედენტო წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კანონმდებლობა იყო? კონკურენციის შეთანხმებას გულისხმობთ ალბათ. დიახ. კონკრეტულად ის, რომ კალიფორნიაში არ მოქმედებდა ეწეთ კონკურენციის აკრძალვის, ანუ non-compete ხელშეკრულებები. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ეკონომიკის ისტორიიდან. როდესაც ადამიანს არ ეზღუდება სამსახურის შეცვლა, ის თავისუფლად მიდის ერთი კომპანიიდან და თავისი ცოდნითა და იდეებით აფუძნებს ახალ, უფრო ინოვაციურ სტარტაპს. და ამან შექმნა სილიკონის ველი. ზუსტად. ამან შექმნა ის ეკოსისტემა, რომელსაც დღეს სილიკონის ველს ვეძახით. რეგულაციების სიმცირემ ინოვაცია ფაქტობრივად ააფეთქა. თუმცა, როცა საქმე სკოლებსა და ბავშვებს ეხება, რეგულაციების ნაკლებობას და სრულ თავისუფლებას მეორე ძალიან ბნელი მხარეც აქვს. და აქ უნდა შევეხოთ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ამოჩენას, რომელზეც კვლევები მიუთითებს. Deepfake-ებს ალბათ. კი. სკოლებში ეწოდება deepfake პორნოგრაფიისა და არაკონსენსუალური ინტიმური სურათების გავრცელებას. ეს ის შემთხვევაა, როცა ხელოვნური ინტელექტით ადამიანის სახეს სხვა ხშირად ინტიმურ ფოტოზე ან ვიდეოზე სვამენ ისე რეალისტურად, რომ გარჩევა თითქმის შეუძლებელია. ეს ნამდვილად საგანგაშო მოვლენაა. მონაცემები აჩვენებს, რომ ყოველი 8 მოზარდიდან ერთს ჰყავს ნაცნობი, რომელიც მსგავსი მანიპულაციის მსხვერპლი გამხდარა. და იცით რა არის ყველაზე მძიმე ამ სტატისტიკაში? ამ სურათების ავტორები და გამავრცელებლები რაღაც უცხო ჰაკერები კი არ არიან? ბავშვები არიან. დიახ, ხშირად ხალხად არასრულწლოვნები, მათივე თანაკლასელები ან ნაცნობები არიან. ტექნოლოგია იმდენად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა, რომ ნებისმიერ მოზარდს შეუძლია მსგავსი შინაარსის გენერირება ფაქტობრივად წამებში. ბარემ ერთი კითხვაც. შემთხვევით, ისტის საგამოცდო ტრენინგი ხომ არ გაინტერესებთ? ბრაუზერში აკრიფეთ ეკრანზე მითითებული ბმული, ან დაასკანერეთ QR კოდი და თქვენ ნახავთ ტექნოლოგიების გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ. და ამის ფონზე ძალიან ხშირად ისმის ხოლმე ფრაზა, რომ ჯინი უკვე ბოთლიდან ამოშვებულია. თითქოს ტექნოლოგია ისე სწრაფად განვითარდა, რომ მისი გაკონტროლება უკვე ფიზიკურად შეუძლებელია და უბრალოდ უნდა შევეგუოთ ამ ახალ საშიშ რეალობას. ბევრი მართლაც ასე ფიქრობს, მაგრამ სამიტის მკვლევრები ამ ფატალისტურ მიდგომას კატეგორიულად უარყოფენ. მათ მოჰყავთ სკოლებში სმარტფონების აკრძალვის მაგალითი. აი, ეგ ძალიან კარგი პარალელია. გავიხსენოთ, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, როდესაც პირველად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ბავშვებს გაკვეთილზე ტელეფონი არ უნდა ქონოდათ, უმრავლესობა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. მშობლებიც კი წინააღმდეგები იყვნენ, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ უამრავმა სკოლამ წარმატებით დანერგა ეს პრაქტიკა. ანუ შეუძლებელი არაფერია. ზუსტად. აღმოჩნდა, რომ როცა ვთანხმდებით პრობლემაზე, ყოველთვის შეგვიძლია წესების ადაპტირება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც დაიცავს მოსწავლეებს. ასე რომ AI-ის შემთხვევაშიც დანებება გამოსავალი არ არის. ჩვენ გვაქვს ბერკეტები, რომ შევქმნათ უსაფრთხოების ჩარჩოები. აი, აქ ხდება ყველაფერი მართლაც საინტერესო, როდესაც უსაფრთხოებიდან უშუალოდ პროცესზე. კერძოდ კი კრეატიულობაზე გადავდივართ. ეს ჩემი საყვარელი თემაა. ალბათ თქვენც ვინც გვისმენთ გაინტერესებთ. საბოლოო ჯამში ეხმარება AI ბავშვებს შემოქმედებითობაში თუ პირიქით აფერხებს მათ.
ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც მასალებში შემხვდა, ეხებოდა პროგრამირებას. უბრალოდ დაფიქრდით. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ პროფესიონალი პროგრამისტი დღეში დაახლოებით 500 სუფთა შეცდომებისგან დაზღვეულ კოდს წერდა. და დღეს დღეს AI-ის დახმარებით ეს რიცხვი 500-მდე აასული. იქ იყო ერთი ფანტასტიკური მაგალითი. სტუდენტმა გამოიყენა კონცეფცია, რომელსაც ქვია spider ballooning. ეს არის პროცესი, როდესაც ობობები ჰაერში აბლაბუდა სისვრიან და ქარს მიყვებიან, ერთგვარი პარაშუტივით. დიახ, ეგ ბუნების ძალიან საინტერესო მოვლენაა. ხოდა, ამ სტუდენტმა ეს ერთი შეხედვით უბრალო ბიოლოგიური კონცეფცია შეიყვანა ხელოვნურ ინტელექტში და ერთი მარტივი ბრძანებით წამებში შექმნა ვებ აპლიკაციების მთელი კვარტეტი. რაღაც, რასაც ადრე გამოცდილი დეველოპერების მთელი გუნდი და კვირები დასჭირდებოდა. წარმოუდგენელი ეფექტურობაა. ან კიდევ უფრო მარტივი. ვიზუალური მაგალითი რომ ავიღოთ. ბავშვი ხატავს მანქანას. წარსულში თუ მას უნდოდა დაენახა, როგორ იმოქმედებდა ამ მანქანაზე ფიზიკის კანონები, ეს მხოლოდ ფანტაზიაში შეეძლო. ახლა კი AI აძლევს საშუალებას პირდაპირ თავის ნახატზე დაადოს ხახუნის ზალის ეფექტი. მაგალითად დაინახოს, როგორ იმოძრავებს ეს მანქანა ყინულზე ან ხრეშზე. ანუ ტექნოლოგია უხსნის ტექნიკურ ბარიერებს. ტექნოლოგია უხსნის ბავშვებს ტექნიკურ ბარიერებს და მათ იდეებს მომენტალურ ვიზუალიზაციას უყეთებს. ჟღერს როგორც იდეალური სცენარია რა? მაგრამ თუ ამას უფრო ფართო სურათს დაუკავშირებთ, დავინახავთ, რომ საქმე მთლად ასე მარტივად არ არის. კვლევრებმა ბრაზილიაში ჩაატარეს ძალიან საინტერესო და მეცნიერულად დასაბუთებული ექსპერიმენტი. მათ შეისწავლეს ეწედობით დივერგენტული, ანუ მრავალმხრივი აზროვნება. ეგ რას ნიშნავს ზუსტად? ეს არის უნარი, როდესაც ერთ კონკრეტულ პრობლემაზე მრავალ განსხვავებულ, არაორდინალურ გამოსავალს პოულობ. ექსპერიმენტის დასაწყისში მოსწავლეებს მისცეს AI-ის გამოყენების უფლება. და რა თქმა უნდა, მათი პროდუქტიულობა და იდეის რაოდენობა საოცრად გაიზარდა. ისინი ბევრად უფრო კრეატიულები ჩანდნენ. ლოგიკურია. თუ მანქანა გეხმარება იდეების გენერირებაში, საბოლოო შედეგიც მეტია. სწორედ აქ არის მთავარი დეტალი. კვლევის მეორე ეტაპზე ამ მოსწავლეებს ჩამოართვეს ხელოვნური ინტელექტი და სთხოვეს ახალი მსგავსი დავალების დამოუკიდებლად შესრულება. შედეგები იყო სრულიად მოულოდნელი. მათი მაჩვენებლები დრამატულად გაუარეს და იმ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელსაც AI საერთოდ არ გამოუყენებია მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში. მოიცა. ანუ გინდათ თქვათ, რომ ტექნოლოგიამ კი არ განავითარა მათი უნარები პირიქით, დამოუკიდებლად აზროვნებისას ისინი უფრო მოწყვლადები გახადა. ზუსტად. მეცნიერებაში ამ მოვლენას ნეგატიური ტრანსფერი ეწოდება. ეს ნიშნავს, რომ ინსტრუმენტი კი არ დაგეხმარა უნარის გავარჯიშებაში, არამედ ერთგვარ ყავარჯნად იქცა, რომლის გარეშეც სიარული გაგიჭირდა. და აქ არის ერთი ძალიან საგანგაშო ფსიქოლოგიური მომენტიც. რა მომენტი? გამოკითხვისას ამ მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათი აზრით ხელოვნური ინტელექტი მათზე ბევრად უფრო კრეატიული იყო. ეგ მძიმე მოსასმენია. ამან პირდაპირ დაარტყა მათ აკადემიურ თვითშეფასებას. მათ დაიწყეს საკუთარ შემოქმედებით უნარებში ეჭვის შეტანა. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა. ჩვენ ხომ ტრადიციულად მიჩვეულები ვართ, რომ განათლება საბოლოო პროდუქტით ვაფასებთ. დაწერილი ესეით, ამოხსმილი ამოცანით და ასე შემდეგ. დიახ, ჩვენი სისტემა აგებულია დაშვებაზე, რომ თუ საბოლოო პროდუქტი კარგია, ესე იგი მოსწავლემ კარგი სააზროვნო პროცესი გაიარა მის შესაქმნელად. ხელოვნური ინტელექტი კი ამ დაშვებას ფუძეშივე ანგრევს. დღეს მოსწავლეს შეუძლია მოიტანოს იდეალური, გრამატიკულად გამართული, ღრმა ანალიზით გაჯერებული ესე, მაგრამ ეს აღარ ნიშნავს იმას, რომ მან რაიმე პროცესი გაიარა ამის დასაწერად. ანუ პროცესი და პროდუქტი? პროცესი და პროდუქტი ერთმანეთისგან სრულად იზოლირდა. გასაგებია. და როდესაც ამ ფსიქოლოგიურ გავლენასა და განცალკევებაზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ვახსენო კიდევ ერთი მონაცემი, რომელმაც პირადად მე ძალიან დამაფიქრა კვლევის კითხვისას. რომელი მონაცემი? სტატისტიკის მიხედვით გენერაციული AI-ის აქტიური მომხმარებლების თითქმის 40% 25 წელს ქვემოთა. და ყველაზე საინტერესო ის არის, რისთვის იყენებენ ისინი მას. ჩვენ ხომ გომია, რომ ძირითადად საშინაო დავალებების დასაწერად იყენებენ, არა?
ალბათ უმეტესობა ასე ფიქრობს, კი. რეალურად კი ძალიან დიდი ნაწილი მას მენტალური ჯანმრთელობისთვის ერთგვარ თერაპევტად იყენებს. ეგ სრულიად ახალი სოციალური ფენომენია. წარმოვიდგინოთ რეალური სიტუაცია. 15 წლის მოზარდს აქვს პრობლემა მეგობართან ან სკოლაში. ღამის 1 საათია შფოთავს. მშობლის გაღვიძება არ უნდა, მეგობრებს ძინავთ. ნამდვილ ფსიქოლოგთან ვიზიტი კი ვთქვათ 3 კვირის მერე აქვს დანიშნული. რას აკეთებს ის? ხსნის ჩატბოტს და იწყებს მასთან საუბარს. იმიტომ რომ ჩატბოტი ყოველთვის იქ არის. კი, ყოველთვის მზადაა მოსასმენად და არასდროს იღლება. იცით, ეს ბადებს მნიშვნელოვან კითხვას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ამ ტექნოლოგიის დიზაინი საერთოდ. მკვლევრები ამ ინსტრუმენტებს 2 კატეგორიად ყოფენ. რა კატეგორიებად? პირველი არის რელაციური. ანუ ურთიერთობაზე ორიენტირებული, ემპათიური AI. ეს არის ჩატბოტი, რომელიც გეუბნება. მესმის შენი, ვწუხარ რომ ასე ცუდად გრძნობ თავს, შენ აბსოლუტურად მართალი ხარ. მეორე კი არის გამჭვირვალე AI, რომელსაც მკაფიოდ ინარჩუნებს საზღვარს და გეუბნება. მე ვარ პროგრამა, მე არ შემიძლია თანაგზნობა, მაგრამ შემიძლია მოგაწოდო ინფორმაცია ან რჩევა. და ალბათ რთული გამოსაცნობი არ არის ამ ორიდან, რომელს ირჩევენ მოზარდები. რა თქმა უნდა, მონაცემები აჩვენებს, რომ არამხოლოდ მოზარდები, არამედ მათი მშობლებიც კი უპირატესობას ამ ემპათიურ, რელაციურ AI-ს ანიჭებენ, როგორც ერთგვარ საუკეთესო მეგობარს მათი შვილებისთვის. ერთი შეხედვით ეს კარგია, რომ ბავშვს ვიღაც ამშვიდებს, არა? კი, ასე ჩანს, მაგრამ ფსიქოლოგების დაკვირვებით აქ იმალება უდიდესი საფრთხე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ის ბავშვები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან სტრესისა და შფოთვის ქვეშ, ყველაზე არაჯანსაღად ეჯაჭვებიან ამ ხელოვნურ მეგობრებს. იმიტომ რომ ის ყოველთვის გეთანხმება და არასდროს გეკამათება. ზუსტად ეგ არის. ხელოვნური ინტელექტი დაპროგრამებულია ისე, რომ მომხმარებელს ასიამოვნოს. ის არასდროს გეტყვის, რომ შენ შეცდი, არასდროს გაწყენინებს. მაგრამ ადამიანის ტვინის განვითარებისთვის, სოციალური უნარების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ჯანსაღი კონფლიქტი. ანუ კონფლიქტის გარეშე ვერ განვითარდები. ვერა, ბავშვმა უნდა ისწავლოს, რას ნიშნავს მეგობართან კამათი, შემდგომ ამ პრობლემის მოგვარება, კომპრომისზე წასვლა, სხვისი განსხვავებული აზრის მოსმენა. რეალურ ადამიანებთან ურთიერთობა რთულია და მოითხოვს ემოციურ შრომას. როდესაც ბავშვი ეჩვევა იდეალურ, ყოველთვის დამთმობ რობოტს, მას რეალურ სამყაროში ადამიანებთან ურთიერთობა გაცილებით უფრო გაურთულდება. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივაა. და სწორედ ამიტომ ალბათ გამოსავალი არ არის უბრალოდ იმის სწავლება თუ როგორ დაუსვათ კითხვები ჩატბოტს. მარტო ბრძანებების წერა არ კმარა, რა თქმა უნდა. ხო, მარტო ეწოდე prompt ინჟინერია არის საკმარისი. საჭიროა ეწოდე ეპისტემოლოგიური სიფხიზლე. ცოტა რთულად ჟღერს, მაგრამ მარტივად რომ თქვათ თქვენთვის ვინც გვისმენთ, ეს არის უნარი, რომ ყოველთვის ჯანსაღი ეჭვის თვალით შეხედო იმას, რასაც ეკრანი გაწვდის. არ უნდა მიიღო მანქანის პასუხი, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება. ზუსტად. და ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოა Google Research-ისა და Stanford-ის ერთობლივი პროექტი, რომელსაც AI Quest-ები ქვია. დიახ, ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ტექნოლოგიასთან ჯანსაღი ურთიერთობა. წარმოიდგინეთ თამაშზე დაფუძნებული პლატფორმა, სადაც ბავშვები თავად ხდებიან მკვლევრები. მაგალითად, ერთ-ერთ მისიაში მათ უნდა გადაჭრან წყალდიდობის წინასწარმეტყველების რეალური პრობლემა. ისინი არ არიან უბრალოდ პასიური მომხმარებლები. მათ უწევთ მონაცემების შეგროვება და რაც მთავარია, ამ მონაცემების გასუფთავება. ანუ უვარგის ინფორმაციას აშორებენ. კი, პოულობენ უვარგის, შეცდომით შეყვანილ ინფორმაციას და აგდებენ მას ბაზიდან, რათა AI-მ არასწორი დასკვნები არ გამოიტანოს. ისინი სისტემას ტესტავენ, განზრახუშვებენ შეცდომებს და პრაქტიკაში ხედავენ, რომ AI არ არის მაგია. ის მუშაობს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ადამიანი მიაწვდის. კიდევ იყო ერთი მისია, თუ სწორად მახსოვს. კი, კიდევ ერთი მისია იყო თვალის რთული დაავადების დიაბეტური რეტინოპათიის დიაგნოსტირებაზე. იმისთვის, რომ ბავშვები სამედიცინო ტერმინებმა არ დააფრთხოს, ეს ყველაფერი გადატანილია შემოქმედებით გამოგონილ სამყაროში, სადაც ისინი ულტრაისფეროს სხივების ზემოქმედებას იკვლევენ. ასეთი მიდგომა უბრუნებს მოსწავლეს კონტროლის განცდას. ის ხვდება, რომ ინსტრუმენტის მართვა მას შეუძლია და არა პირიქით. ნამდვილად, და ამისი საუკეთესო მტკიცებულება თავად მოსწავლეების მიერ შექმნილი პროექტებია.
მასალებში საუბარია კონკურსზე Create AI Challenge, სადაც გამარჯვებული გახდა სტუდენტი სახელად ჰიროში მენდოზა. მისი ისტორია და პროექტი სახელად Read Psyche უბრალოდ გენიალურია. ჰიროშის мотиваცია ძალიან პერსონალური იყო, რაც მის პროექტს კიდევ უფრო ფასეულს ხდის. ზუსტად, ჰიროშის ძმა სმენა დაქვეითებულია. ჩვენ ვიცით, რომ ტექსტის თარგმნა დღეს პრობლემა აღარ არის. ნებისმიერ პროგრამას შეუძლია სიტყვების გადათარგმნა ჟესტების ენაზე, მაგრამ ჟესტების ენაში ხომ მხოლოდ ხელების მოძრაობა არ კმარა? რა თქმა უნდა, მიმიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახის მიმიკას. ის გამოხატავს ტონს, ემოციას, კონტექსტს. თუ მიმიკა არ გაქვს, ეს იგივეა რობოტის მონოტონური ხმით, რომ წაიკითხო ემოციური ლექსი. ხო და ჰიროშიმ შექმნა პლატფორმა, რომელიც AI-ის გამოყენებით აანალიზებს ინგლისურ ტექსტს და აგენერირებს სახის 60-მდე სხვადასხვა ექსპრესიას ანიმაციურ პერსონაჟზე. ეგ მართლა საოცრება. ეს სრულად ცვლის წაკითხulis აღქმას და სმენა დაქვეითებულ ადამიანებს აძლევს საშუალებას ზუსტად ისეთივე ემოციური სიღრმით აღიქვან ტექსტი, როგორც სხვებმა. ეს არის იდეალური საუკლეფესო მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ტექნოლოგია, რომელიც ემსახურება ადამიანს. ჰიროშიმ ხელოვნური ინტელექტი კი არ გამოიყენა იმისთვის, რომ უბრალოდ რაღაც დავალება ერიდებინა თავიდან, არამედ იმისთვის, რომ გადაეჭრა რეალური ადამიანური პრობლემა, რომლის გადაჭრაც აქამდე შეუძლებელი იყო. და აქვე უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი სტუდენტის ბრიანას ისტორია სამიტიდან. კი, ეგეც ძალიან საინტერესო შემთხვევაა. მან AI სრულიად განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ საინტერესო კუთხით გამოიყენა. ბრიანას დავალება ჰქონდა ბიზნესის კლასში და მან გადაწყვიტა თავისი საყვარელი ბეისბოლის მოთამაშის პიტ ალონსოსთვის იმიტირებული კონტრაქტის შაბლონი შეექმნა. და როგორ გამოიყენა AI ამისთვის? მან გონივრულად გამოიყენა AI იმისთვის, რომ დაეწერა კონტრაქტის რთული იურიდიული სტრუქტურა. ანუ ის ნაწილი, რომელიც სტანდარტულია და დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ, როდესაც საქმე მიდგა მოთამაშეს კონკრეტულ სტატისტიკასა და ფინანსურ დეტალებზე, მან მანქანას გაჩერებას თხოვა და ეს მონაცემები თავად ხელით შეავსო. რადომ? როდესაც კითხეს, რატომ არ დაავალა რიცხვების ჩაწერაც ხელოვნური ინტელექტს, მან თქვა: ამ პროექტში მე ვარ მისი აგენტი და ჩემი პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ეს მონაცემები ზუსტი იყოს. ვაუ, ეს მართლაც საოცარი ფრაზაა. მე ვარ მისი აგენტი. დიახ, ეს აჩვენებს პასუხისმგებლობის გააზრებას. ტექნოლოგიამ გაუკეთა შავი სამუშაო, ჩარჩო, მაგრამ სააზროვნო პროცესი და პასუხისმგებლობა შედეგზე ბრიანამ საკუთარ თავზე აიღო. ეს არის ზუსტად ის ჯანსაღი ბალანსი, რომლისკენაც ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ. მასში რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რატომ ვუთმობთ ამ თემას ამდენ დროს ჩვენს დღევანდელ განხილვაში? იმიტომ რომ განათლება არ არის უბრალოდ ეფექტურობის ან სისწრაფის პრობლემა. ჩვენ არ ვცდილობთ ქარხნის ოპტიმიზაციას. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანური განვითარების ურთულეს მისიაზე. ნამდვილად ასეა. და ახლა მე მინდა პირდაპირ თქვენ მოგმართოთ ჩვენო მსმენელებო. დაფიქრდით ერთი წუთით. როგორ იყენებთ თქვენ თავად ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ ცხოვრებაში? ან როგორ იყენებენ მას თქვენი შვილები? აძლევთ ტექნოლოგიას იმის უფლებას, რომ იფიქროს თქვენ მაგივრად და გაქციოთ პასიურ მომხმარებლად? თუ იყენებთ მას როგორც ინსტრუმენტს, ხო, თუ იყენებთ მას როგორც მძლავრ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ გააფართოთ თქვენი შესაძლებლობების საზღვრები, ისე როგორც ეს ჰიროშიმან ბრიანამ გააკეთეს. ეს არის არჩევანი, რომლის წინაშეც დღეს თითოეული ჩვენგანი დგას. და სანამ ამ თემას დავასრულებთ, მინდა დაგტოვოთ ერთი საკმაოდ ღრმა და პროვოკაციული ფიქრით. შევეცადოთ წამით წარმოვიდგინოთ მომავალი. თუ კი განვითარება ამ ტემპით გაგრძელდა, დადგება დღე, როდესაც ხელოვნური ინტელექტს შეეძლება იდეალურად ნებისმიერ ადამიანზე უკეთ შეასრულოს ნებისმიერი კოგნიტური დავალება. ანუ დაწეროს საუკეთესო ესე, ამოხსნას ურთულესი ამოცანა? კი, დაგეგმოს ბიზნეს სტრატეგია და ასე შემდეგ. და ამავდროულად მას ექნება უნარი იდეალურად მოახდინოს ემოციური ემპათიის სიმულირება, იყოს იდეალური მოსაუბრე. თუ მანქანა ამ ყველაფერს ჩვენზე უკეთ გააკეთებს, მაშინ რა დარჩება მომავლის სკოლების მთავარ დანიშნულებად? მართლაც, რა დარჩება? იქნება ამ ტექნოლოგიურმა რევოლუციამ იქამდე მიგვიყვანოს, რომ მომავალში სკოლის ერთადერთი და უმთავრესი მიზანი უბრალოდ ის იყოს, რომ გვასწავლოს, როგორ დავჩეთ ადამიანებად.
როგორ ვიყოთ ერთმანეთის გვერდით, როგორ ვიკამათოთ, შევრიგდეთ და შევინარჩინოთ ის ცოცხალი კავშირები, რომლებსაც ვერც ერთი ალგორითმი ვერასდროს ჩაანაცვლებს. იფიქრეთ ამაზე. მართლაც ფანტასტიკური და დამაფიქრებელი კითხვაა. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმოგზაურეთ ამ ძალიან საინტერესო თემის ლაბირინთებში. განაგრძეთ ძიება, დაფიქრდით ამ კითხვებზე და ჩვენ შევხვდებით შემდეგ ჯერზე, ახალი სიღრმისეული განხილვით. დროებით. და თუ თქვენ ისტის საგამოცდო ტრენინგის პირობები გაინტერესებთ, ბრაუზერში აკრიფეთ /g დახრილი ხაზი ICT-RG, ისე როგორც ეკრანზეა ნაჩვენები, ან დაასკანირეთ QR კოდი და თქვენ გადახვალთ ბმულზე, სადაც გაეცნობით ტექნოლოგიების გამოცდის პირობებს. 10 კრედიტს გისურვებთ.